ეს მაგას არ უკავშირდება სხვა. დადი. რუსეთში ნამაკაცმა ცოლი ხრინის გამიმოკლა. ორი ნამდვილად არის შეიძლება. ამაკაცმა ცოლი ხრინის გამომოკლა. მოგესალმებით. მინდა გაცნობოთ იმ ფაქტების შესახებ, რასაც ჩადის საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, კერძოდ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ SUS-ზე. თქვენ გახსოვთ მოწმე გორგაძის გატაცება, რომელიც პრაიმ ტაიმში ამ სტუდიაში უნდა მოსულიყო და განეცხადებინა ზეწოლების შესახებ, მაგრამ პროკურატურა და SUS-ი უფრო შორს წავიდა და ისინი უკვე საპყრობილიებში შედიან, შეყავთ ოჯახი წევრები ბრალდებულებთან, მათ წინ ატირებენ და აიძულებენ ასეთ სულ ჩვენებამიც ბაჩო ახალაიე წინააღმდეგ. რამოდენიმე ბრალდებულს, ეს არის 6 ბრალდებული, რომელიც ზის ნომერ მე-8 და ნომერ მე-9 დაწესებულებებში შეთავაზეს და უთხრეს, რომ სულ ჩვენებები მიეცათ ბაჩო ახალაიე წინააღმდეგ. მათ უთხრეს, რომ წაუყენებდნენ ყელობის ბრალდებებს, თუ ისინი არ თანამშრომლებდნენ. ასევე უთხრეს, რომ
დაედანაშაულებინათ ბაჩო ახალაია მკვლელობებში და ძიმე ბრალდებებში დაედოთ მისთვის ბრალი. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს და ჩვენი მეშვეობით გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის ეცნობებინათ ამ ფაქტების შესახებ. მე თან მაქვს განცხადება ხელში მიჭირავს ხელმოწერილი ამ პატიმრების მიერ, ეს არის 6 პატიმარი, რომელიც ხელს აწერს, რომელთან შევიდა პროკურორი, შეუყვანა ოჯახის წევრები, მათ თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენეს და ასეთი სახით აიძულებდნენ გამოეძალათ მათთვის რუჩვენებები. მე ასევე მინდა მოგასაუბროთ იმ ფაქტის შესახებ, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მიიყენა თვითდაზიანება, მძიმე დაზიანება, რომელიც შემდგომში გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, თუმცა ეს ფაქტი დამალა გამოძიებამ და მიჩქმალეს. მას ჩვენ წარმოვადგენთ ექსპერტიზის დასრულს შემდგომ პრესკონფერენციაზე, რომ მას აქვს ძალიან მძიმე დაზიანება მიყენებული. ეს მოხდა ზეწოლების შედეგად, როდესაც მას აიძულებდნენ ბაჩო ახალაია წინააღმდეგ მიეცა ჩვენებები. მე მინდა გადმოგცეთ ყველას თითოეულ თქვენ ჟურნალისტებს ეს განცხადება, მათი განცხადება და ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ამ პროკურორის მიმართ, იმ სუსის თანამშრომლის მიმართ, რომელიც შევიდა ციხეებში ამ პატიმრებთან და მინდა გითხრათ რომ ეს ადამიანები სასჯელი არ არის გამოტანილი, ანუ ბრალდებულები არიან და მათ პაემნის უფლება არ აქვთ ოჯახის წევრებთან და თუმცა მიუხედავად ამისა მათი ოჯახის წევრები მან შეიყვანეს. ანუ დაფიქსირებული იქნება საჯელაცობის დაწესებულებაში რომ მისი ოჯახის წევრი შევიდა პროკურორთან ერთად. დრო, საათები ერთმანეთს დაემთხვევა, რაც არ უნდა მომხდარიყო და არ შეიძლება. არა, ახალი ბრალდება არის, ანუ ამ ბრალდებულებს შეთავაზეს, რომ უთხრეს, რომ თქვენ უნდა წაგიყენოთ მკვლელობაში ბრალდება და თუ იტყვით, რომ ამ მკვლელობაში მონაწილეობდა ბაჩანა ახალაია, მაშინ თქვენ ამ ბრალდებას არ წაგიყენებთ და საერთოდ რაც აქვს დღეს წაყენებული ბრალდება შეღავათებს გაგიწევთ და გაგათავისუფლოთ პატიმრობიდან. მთავარი იყო მოთხოვნა იყო, რომ ბაჩანა ახალაიას დაადეთ ხელი ამ ძიმე დანაშაულებებში. ეს განცხადება მინდა მე თქვენ წარმოგიდგინოთ და შემდგომში აუცილებლად მომავალ პრესკონფერენციაზე ექსპერტიზის დასკვნა წარმოგიდგენთ იმ დაზიანებებზე, რაც ამ პატიმარმა მიიყენა ამ ზეწოლის შედეგად. დიახ, პროკურორის თვითონ იცის პროკურორი, ვინც ბრალი წაუყენეს, პროკურორი, ვინც ბრალდებაში მონაწილეობს, ეს პროკურორი შევიდა სუსის თანამშრომელთან ერთად. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ მოგვიანებით გავასაჯაროებთ, როცა დასკვნა წარმოვადგენთ და ასევე წარმოვადგენთ იმ დაზარალებულს, რომელიც და იმ ოჯახის წევრებს, რომელიც შეიყვანეს ციხეებში. ანუ 6 პატიმარია, ხო? დიახ, 6 პატიმარია ამ შემთხვევაში. ვიცით, რომ სხვა პატიმრებთან შევიდნენ. ვიცით, უბრალოდ ვერ მოახერხეთ ჯერ მაგათთან მისვლა, უბრალოდ იმ დაგვიკავშირდნენ და გვაქვს ინფორმაცია. ასევე ვიცით, რომ სხვამაც მიიყენა თვითდაზიანება ამ ზეწოლის შედეგად. უბრალოდ ამაზე ცოტა მოგვიანებით გავაკეთეთ პრესკონფერენციაზე მოგახსენებთ. ეხლა ვაკეთებ განცხადებას გუშინდელი ფაქტია. დიახ, მინდა გითხრათ, რომ პროკურორებმა გუშინ შეთავაზეს ამ ადამიანებს საპროცესო შეთანხმება აღიარების გარეშე, ანუ არც აღიარება უნდა დანაშაულში, უბრალოდ ეს ფაქტი არ გაახმაუროთ. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები სად არიან თქვენ სიმართლე, ბოლომდე გამოყვნენ სიმართლეში და დაადასტურონ სასამართლო პროცესიც. ეს სასამართლო პროცესი დახურულად მიმდინარეობს, ამიტომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი და ჩვენ რა თქმა უნდა მას რამოდენიმე ხანში გავასაჯაროებთ. ამ პატიმარს ბრალი ვისთვის აქვს წაყენებული? სხვადასხვა ბრალდებაზე თავისუფლების საფუძველზე ასე შემდეგ. ეგრეთ სამალაობის საქმეზეა ესენი ყველა ბრალდება. კი. სხვადასხვა ის არის. უყირებენ დამძიმებას ბრალდებს, ემუქრებიან მაგით. ყოლობები და მეგეთქვი ჩაგინავა და ორი მერვეშია და 4 კი, ესე გეგმავენ სავარაუდოდ. ხო, კონკრეტულად. ანუ ნიშნულობა არ აქვს მაგათთვის ვინ იქნება, დაასახელებენ ვიღაცას სახელდაგვარს დაასახელებენ და ეუნებიან რომ აი შენ უნდა დაწერო რომ ვითომ ბაჩო ახალაი მე სამ ადამიანთან რაღაცა განახორციელა. იმას ნიშნულობა არ აქვს ვინ არის ეს და რა იქნება და მომავალში რა მოხდება. მთავარია რომ ჩვენება მიიღო რომ დაამძიმონ ბაჩო ახალაიას მდგომარეობა, პატიმრობა წაუყენო ის ციხიდან არ გამოვიდეს. თორემ ნიშნულობა არ აქვს ეს ადამიანი ვინ იქნება მათთვის და არც ბრალდებულების არ აქვს ნიშნულობა, იმიტომ რომ ეს ფაქტი რეალურად არ მომხდარა და არ არსებობს ესეთი. ანუ თვითონ ფაქტია ძალიან ძიმე იქნა გამომდინარე რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა
დაზიანება მიიყენა იქიდან გამომდინარე რომ ვერ გაუძლო ზეწოლას. ეს გამოძიება დაიწყეს, მაგრამ ბრალდებულმა პროცესები განაცხადა, რომ ის არც კი დაკითხულა ამ საქმეს და არავის არ აინტერესებს პროკურატურის მხრიდან, რომ რატომ მიიყენა დაზიანება. მაშინ როცა პროცესი აცხადებს, რომ ზეწოლის გამო, როცა აიძულებდნენ, რომ ბაჩუ ახალაიას და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, ის ადგა საკანცელარიო ნივთი აიღო და ჩაირტყა დაკითხვის დროს. ეს არის დღემდე დამალული ფაქტი. და ამაზე არც პროკურატურა რეაგირებს და დღეს უკვე ჩვენ ამ ადამიანებმა დაწერეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით და ვთხოვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ იგივე შემართებით დადგნენ ამ ხალხის გვერდით იმ სახალხო დამცველი რომ ეს ზეწოლები არ გაგრძელდეს რამოდენიმეზე განახორციელეს ზეწოლა და მათგან საპროცესო შეთანხმებაც კი მიიღეს და მათ ჩვენებაც მიაცემეს მაგრამ არიან ადამიანები ვინც ბოლომდე დადგნენ სიმართლის გვერდით და ის ადამიანები ითხოვენ დახმარებას გამოვიდა ერთ-ერთი ბრალდებული პროცესზე, რომელმაც დააფიქსირა, რომ ის არ იცის, გაძლებს თუ არა შემდეგ პროცესამდე, რომ პროცესზე მისცეს სიმართლე. ეს არის ყველაზე მთავარი. სთხოვდა მოსამართლეს დამკითხეთო, მე არ ვიცი, გავძლებ თუ არა მომდევნო პროცესამდე, რომ სიმართლე ვაუწყო საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, თხოვთ არასამთავრობოს, რომ ყურადღება მიაქციონ სახალხო დამცველს. აქ წერილია ყველაფერი ამ განცხადებაში, თუ საძის და ვიზე ითხოვს, ეს ბრალდებული არის გურამ ჭითანავა. ის ითხოვს რომ არ მოხდეს მასზე ზეწოლა და მან საზოგადოებას და სასამართლოს მიაწოდოს ის ინფორმაცია თუ როგორ ხდებოდა მასზე ზეწოლა, რას აიძულებდნენ, რის ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, ამ ყველაფერს ის განაცხადებს. მთავარია მასზე არ განხორციელდეს ზეწოლა ისეთივე როგორც ხორციელდებოდა. დღემდე უძლებს, მაგრამ მას არ აქვს იმედი რამდენ ხანს გაუძლებს ჯანმრთელობა, ის ფსიქიკა, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს. აი ეს არის რეალობა, რასთანაც გვაქვს საქმე. არა, ის არის პაატაქირია, ვინც დაზიანება მიიყენა. ჭითანავარი, ვისაც მამა შეუგზავნეს, თავის მამა შეიყვანეს, ატირეს მამამისი თავის თვალწინ, რომ ეს ყველაფერი, ანუ მამამისი ცდილობდნენ, რომ ზეწოლა მოეხდინათ, რომ ემუქრებოდნენ მამის დაჭერით, ოჯახის დაჭერით, განადგურებით და აი ადამიანი როცა ხედავს მამამის ციგ შემოყავდა, ამდენს ბედავს, რომ რაც არ შეიძლება იმას გიკეთებენ, უკვე იმ ადამიანს ჯერა, რომ ყველაფერია მოსალოდნელი. შინაარსი არის ის, რომ ითხოვენ დახმარებას, პირველ რიგში ზეწოლა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი იყვნენ მოთავსებული ყველა მეცხრე დაწესებულებაში, ისინი ან ყოფილი თანამშრომელი და ეკუთვნით ეს დაწესებულებები და გადაყავთ მერვე დაწესებულებაში, სადაც მათზე ხორციელდება სხვა თავიდანევა ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვადასხვა მჟავრდებულების მხრიდან. ყველა მათგანი ამაზე საუბრობს და სწორედ ეს არის სტრესის ქვეშ ყავთ და მათ აიძულებენ ჩვენების მიცემას. ყველა მათგანა შედიან პირდებიან საპროცესო შეთანხმებებს, ზოგს განრიდებას და ეუბნებიან, რომ სხვა დანაშაულში არ წაუყენებენ მას ბრალდებას, თუ მისცემენ ჩვენებას ბაჩანა ახალაიაზე და სხვა მაღალჩინოსნებზე. ეს არის ყველა ის ფაქტები აქ მოყვანილია და მოკლედ არის ძალიან დანარჩენი დეტალებზე ყველა თითოეული მათგანზე სხვადასხვა კუთხით ხორციელდებოდა ზეწოლა და ყველა მათგანი მზად არის, რომ ისაუბროს. კი ბატონო. პირველი პროცესი, რომელიც არის ეხება ეგრეთ წოდებული 7 კაცის საქმეს, პრესრაზმელები, სადაც დასკვნით სიტყვას წარმოადგენთ უკვე დაცვის მხარე, რის შემდეგაც იქნება რეპლიკა, საბოლოო სიტყვები და უკვე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. რაც შეეხება მეორე პროცესს, არის ბუნტის პროცესი, ეხება კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც ბაჩანა ახალაიე გამართლდა და ამასთან დაკავშირებით 5 საათზე მოვისმენთ სასამართლოს გადაწყვეტილებას განაჩენის სახით, რაც იქნება საბოლოო. რა თქმა უნდა, პირველ ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კანონზანაში დატოვებას ვარაუდობ და დარწმუნებული ვართ, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ამაზე აპელირებაც მოვახდინეთ, უფრო მეტიც ბრალდების მხარემ ვერ განაცხადა ვერანაირი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაუმძინეს ბაჩანა ახალაიას სასჯელი და რატომ უნდა შეეფარდოს ამაზე, მაშინ როცა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მადლობა თქვენ.